საღამოშვიდობის 17 სექტემბრის BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან ამბებს გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად მიანა ვაბრიაშვილი. პირი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე დააკავა, კახა კოტორაშვილია. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. კოტორაშვილს ეკუთვნის შპს ფინი, სავალუტო ჯიხურის 90%, ხოლო 10%-ს ვახტანგ კოტორაშვილი ფლობს. ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ასე ეხმიანება ცენტრალური ბანკი პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან ვეტერანი მოკრივე, გორელი ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი. ჯამში გამოძიებამ ამ საქმეზე 7 პირი დააკავა. დაკავებულია კიდევ ერთი სპორტსმენი და წარსულში პარლამენტარი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტის ზურაბ ზვიადაური. უწყების თანახმად გამოძიება ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 216 მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. დაკავებული არის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ბრალი ბინეთმშენებლობის ამხანაგობა რუსთავი 2007-ის კუთვნილი უძრავი ქონების მართ საწინააღმდეგო მისაკუთრებაში ედება ბრალი. საერთო ჯამში მან 1,321,400 ლარის ქონება მიისაკუთრა. პირი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე დააკავა, კახა კოტორაშვილია. ჩვენ ინფორმაციის ფული გათეთრებაში ბრალდებული პირის ახკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა გაიმართოს მსჯელობა. თავად კოტორაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ის არ აღიარებს პროკურატურის ბრალს და არ გეგმავს დამატებითი ინფორმაციის გადაცემა საგამოძიებო უწყებებისათვის. კოტორაშვილს ეკუთვნის შპს ფინი, სავალუტო ჯიხურის 90%-ს დაკავებული ფლობს, ხოლო 10%-ს ვახტანგ კოტორაშვილი. სავალუტო ჯიხური ფინი 2010 წელს არის რეგისტრირებული. შპს ფინი ეროვნულ ბანკს ფულის გათეთრებისთვის დაჯერმებული არ ყავს. რაც შეეხება თავად საქმეს, რომელზეც ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა. საგამოძიებო უწყების მონაცემებით გამოვლენილი არის, რომ 2022-2024 წლებში განხორციელებული არის უპრეცედენტო ოდენობის 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონის ევროს ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული არის ერთი მოქალაქე. პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი. დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას, ვალუტის გადამცველ პუნქტში მიწოდებას. ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა კანონიერი სახის მიცემის მიზნით სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომდა სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი. რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით მიმართულ იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. საქმესთან დაკავშირებით განმარტებები საგამოძიებო სამსახურის მხრიდან დამატებით არ გაკეთებულა. პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხზე მედიასთან გამოხმაურებისას აღნიშნა, რომ პროკურატურა მთლიანად ჩაეძიება ამ საკითხს, როგორც ის ამბობს, საჭირო არის მკაფიო პასუხები იმაზე, თუ რა სქემა იყო აწყობილი, რომლის ფარგლებშიც ამ მასშტაბის თანხები მოძრაობდა ქვეყანაში. პაპუაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, რათა გამოიკვეთოს საქმის მასშტაბი და ის შესაძლო ბმები, რომელიც მსგავს ფინანსურ ოპერაციებში ფიგურირებდნენ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და შესაბამისად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ასე შემდეგ. ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს. ეს უკვე პრემიერ-მინისტრის შეფასება არის პროკურატურის მხრიდან გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრების სქემა მოქმედებდა 2022-2024 წლებში. 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრების სქემა. ამბავი, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები ბევრად მეტია, ვიდრე ამ დრომდე ინფორმაცია. როგორ ოპერირებენ სავალუტო ჯიხურები საქართველოში? რა დარღვევებია გამოვლენილი ამ სფეროში ეროვნული ბანკის მხრიდან ბოლო პერიოდში და რა კითხვებს აჩენს პროკურატურის მხრიდან გამოვლენილი ფულის გათეთრების სქემა? ანუკა ჯოხაძის სიუჟეტში მოისმენთ უფრო მეტ დეტალს, რისი გარკვევაც ამ დროისთვის მოვახერხეთ. ფულის გათეთრების ყველაზე გახმაურებულ საქმეზე საქართველოს მოქალაქე კახა კოტორაშვილი დააკავეს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება. კოტორაშვილი სავალუტო ჯიხურ ფინის 90%-იანი მფლობელია. მისი კომპანია ბაზარზე 2010 წლიდან იძებნება. ამასთან არსებობის 15 წლიან ისტორიაში ეროვნულ ბანკს ფულის გათეთრების მოთხოვნათა კანონმდებლობის დარღვევისთვის არასდროს დაუჯარემებია. გამოძიების ვერსიით ბრალდებულს მეზობელი ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა შემოჰქონდა. თავისივე სავალუტო ჯიხურში აკონვერტირებდა და სხვადასხვა პერიოდში კომერციულ ბანკებში ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე ათავსებდა. ამ სქემით კი 2022-24 წლებში ჯამში 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო გაათეთრა. შენიშნა თუ არა ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების ეს სქემა, დღეს ამ საკითხზე მარეგულირებელს არაფერი უთქვამს. სები აცხადებს, რომ აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ამასთან საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით. საქართველოში ამ დროისთვის სულ 721 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ჯიხური ოპერირებს, რომლებიც ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არიან. მოთხოვნების დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში 73 სავალუტო პუნქტის ლიცენზია შეაჩერა. 2024-ში მთელი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 71 იყო, ხოლო 2023-ში კი 65. ხოლო უშუალოდ ფულის გათეთრების და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო კანონმდებლობის დარღვევისთვის 2022-24 წლებში ვალუტის გადამცვლელი 254 პუნქტი, ჯამში 2.248.100 ლარით დაჯერიმდა. ყველაზე დიდი ოდენობის ჯარიმები 2022 წელს გამოიწერა. როგორც ირკვევა, ეროვნულ ბანკს შპს ფინი და მისი მფლობელი, რომელსაც 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს გათეთრება ედება ბრალად, დაჯერიმებული არ ჰყავს. რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფო უწყებების ეფექტიან საქმიანობას და ასევე მარეგულირებლის საზედამხედველო პოლიტიკას. ვალერი კვარაცხელი აცხადებს, რომ ფაქტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ კითხვები აუცილებლად გაჩნდება. თუ 2 წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ ქართული ფინანსური სისტემით გაირეცხოს 700 მილიონი დოლარი, ამ შემთხვევაში ლოგიკური კითხვები ჩდება, რომ რამდენად სწორად არის ის კონტროლის მექანიზმები და საზედამხედველო მექანიზმები აწყობილი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენად სწორად იცავენ თვითონ კომერციული სუბიექტებიც ამ ყველა მოთხოვნებს. ფულის გათეთრება არ არის ეს ისეთი დანაშაული, რომელიც ჟარგონზე რო ვთქვა, ყურიდან ერთიდან შეუშვებ, მეორედან გამოუშვებ. ეს არის ის მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელსაც მთელი მსოფლიო საბანკო სისტემა, ფინანსური სისტემა უყურებს და აღიქვამს როგორც მომეტებული რისკის ფაქტორს, შესაბამისად, როდესაც ჩდება ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ქონდა ფაქტი ადგილი მსგავს ფაქტს, ბუნებრივია ის იქნება მომეტებული ინტერესის ობიექტი, ასე რომ ვთქვა. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამ ამბავს გამაოგნებელ ისტორიას უწოდებს და ამბობს, რომ თუ ბრალდება და დადასტურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა მთლიანი საბანკო სექტორის დეპოზიტების 3.9% გაათეთრა, რაც მისთვის საეჭვო ფაქტია. მისი შეფასებით კითხვები არსებობს ყველა იმ უწყებასთან, რომელმაც ეს დანაშაულებრივი სქემა 2 წლის განმავლობაში
ვერ გამოავლინა. როგორ არ მოხდა თვალში ზედამხედველს ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, ყოველ დღე თითქმის 2 მილიონ ლარს ერთი პუნქტი ახურდავებდა მე მიქონდა ეს თანხები კომერციულ ბანკებში და არავის არ გაუჩნდა კითხვები. შეიძლება არ ვიცი ეს ბიზნესი ასეთ ბრუნვებს არის შეჩვეული, ჩემი ვარაუდით ეს არის ბრუნვები, რომელიც უკვე კითხვებს ბადებს. ჩვენ ხვდებით, რომ გაყალბებული დოკუმენტებით მიდიოდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მესაკუთრე კომერციულ ბანკებში და ახურდავებდა სავარაუდოდ რუბლს სხვა ვალუტაში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით შეეხო თუ არა ეს პირობითად ბანკებში გახსნილ ანგარიშებს, იქიდან განხორციელებულ ტრანზაქციებს და რა მასშტაბით. ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბრალდებულს არაკანონიერად ქვეყანაში რუსული რუბლი შემოჰქონდა, რომელსაც აკონვერტირებდა და როგორც სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებულ კანონიერ შემოსავალს ბანკებში ათავსებდა. პროკურატურაში არაკონკრეტებენ, რომელი ქვეყნიდან ან ქვეყნებიდან მოხდა თანხის უკანონო შემოტანა, თუმცა ამბობენ, რომ კომერციულ ბანკებს ბრალდებული ყალბ დოკუმენტაციას აწვდიდა. მათივე ინფორმაციით კონვერტირებული თანხა ლეგალურ ეკონომიკაში მოხდა. მოხდა სხვა პირებზე თანხის გადაცემა და უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. პროკურატურამ ახსენა უძრავი ქონებაც და თანხა, რომელიც ამ მიმართულებით სამშენებლო სფეროში გადადიოდა, თუმცა მეტი დეტალი ამ საქმეზე საგამოძიებო უწყების მხრიდან არ არის ცნობილი. თბილისსა და ბათუმში კი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა არის გაზრდილი. მხოლოდ დედაქალაქში 7 თვეში რეალიზებული უძრავი ქონებიდან 25% უცხოელებმა იყიდეს. მაჩვენებელი გაცილებით მაღალი არის ბათუმის შემთხვევაში, სადაც უცხოელები უძრავ ქონებას ძირითადად საინვესტიციოდ ყიდულობენ. ბაზრის მოთამაშეების განმარტებით ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურებული არის ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების მიმართ ინტერესი და მათზე წელს 7 თვეში თბილისში ბინების გაყიდვების 12% მოდის. ვინ რა მიზნით ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას, ამაზე ნუცა შუბაშვილმა მოამზადა სიუჟეტი. თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ძირითადად კვლავ საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, თუმცა ბოლო პერიოდში მზარდია უცხოელების მიერ საქართველოს უძრავი ქონების მიმართ ინტერესი. გალთენ-ტაგარტის კვლევის თანახმად მიმდინარე წლის 7 თვეში დედაქალაქში სულ 22,778 ბინე გაიყიდა, რომლის 25% უცხოელებმა იყიდეს. 2024 წლის ჯამურ გაყიდვებში კი არარეზიდენტების წილი 21% იყო. წელს 7 თვის მონაცემებით არარეზიდენტებიდან ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი 12% ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა, 2% რუსეთის მოქალაქეებზე. ბინების 11% კი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა შეიძინეს. ბოლო 2 წელში გაყიდვებში რუსეთის მოქალაქეების წილი შემცირებულია, ხოლო ისრაელის წილი პირიქით 4-დან 12%-მდეა გაზრდილი. გალტენ-ტაგარტში აღნიშნავენ, რომ უცხოელების მხრიდან ბინების შესყიდვაზე ინტერესი კიდევ უფრო მაღალია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმართ, სადაც ტრანზაქციების 60-70% სწორედ არარეზიდენტებზე მოდის. თბილისთან რომ ვისაუბროთ, ძირითადად ყველაზე დიდი წილი არის ისრაელის მოქალაქეები, რუსების წილი 2025 წლის სტატისტიკით მიზერული არის და სხვა დანარჩენ ქვეყნებზე ნაწილდება უკვე დანარჩენი წილი, რაც მოიცავს როგორც გალფის ქვეყნებს, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. და ხედავთ მოთხოვნას ასევე მცირეს, მაგრამ მაინც მოთხოვნა არსებობს ევროპული ქვეყნებიდანაც. რაც შეეხება ბათუმის ბაზარს, აქ სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს, აქ ჯამური ტრანზაქციების დაახლოებით 60-70% სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის, საიდანაც ასევე ძალიან დიდი წილი უჭირავს ისრაელს, პოსტსაბჭოთა სივრცეებს, სადაც რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი შედის. გააქტიურებული არის მოთხოვნა ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან და ძირითადად რატომაც ეს მყიდველები ინტერესდებიან ბათუმის უძრავი ქონებით, ეს არის ბუნებრივია საინვესტიციო მიმზიდველობა. თავად დეველოპერულ კომპანიებში კი აღნიშნავენ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა განსაკუთრებით ისრაელის მოქალაქეების მხრიდანაა გაზრდილი. კომპანიებში აცხადებენ, რომ შედეგად სწორედ ამ ქვეყანამ ჩაანაცვლა რუსეთიდან და ბელარუსიდან შედარებით შემცირებული მიგრაციული ნაკადები. დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი არარეზიდენტებისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი რამდენიმე მიზეზის გამორჩება. მათ შორისაა სხვა ქვეყნებთან შედარებით ქირის მაღალი ამონაკები. საკმაოდ გაიზარდა ბაზარზე, როგორც ლოკალური ქართველი საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისგან, ასევე არარეზიდენტი უცხო ქვეყნის მაცხოვრებლებიდან. განსაკუთრებით მოთხოვნა გაზრდილი არის ისრაელის ბაზრიდან. ისრაელის, პოლონეთის
და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დაახლოებით 20-დან 23%-მდე არის რიცხვი მოთხოვნის. აქედან დიდი წილი არის ისრაელს. უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონება საქართველოში სტაბილურად იზრდება ფასის ჭრილში და ასევე სტაბილური შემოსავალია. ბევრად მაღალი შემოსავალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, იქნება ეს ქირის მხრივ, თუ იქნება ეს ყიდვის და მომავალში გაყიდვის პერსპექტივით. ჩვენ შემთხვევაშიც გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად და დაახლოებით იგივე პროცენტულობით სადღაც დაახლოებით 10%-მდე არის ზოგადად ვთქვათ არარეზიდენტების წილი გაყიდვებში 10-15% და ამ არარეზიდენტებს შორის ისრაელი დაწინაურდა უკვე ტრადიციულად რამოდენიმე თვეა, თითქმის ერთი წელია უკვე მას შემდეგ რაც ვთქვათ ეს მიგრაციული ნაკადები შემცირდა უკრაინიდან და რუსეთიდან ისინი პრინციპში თითქმის სრულად ჩაანაცვლა ისრაელის მოქალაქეები. იმაზე რომ გაყიდვებში დსთ-ს ქვეყნების წილი შემცირებულია, ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლებით საუბრობენ. ბოლო პერიოდში აჭარის შემთხვევაში ისრაელთან ერთად მოთხოვნა მზარდია არაბული ქვეყნებიდან და ევროპიდანაც. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის შემთხვევაში კი რეალიზებული ბინების 80%-ზე მეტი საინვესტიციო მიზნებზე მოდის. 85% ადამიანების, რომლებიც იძენენ უძრავ ქონებას, ყიდულობენ ინვესტიციისთვის და მხოლოდ 15% მოდის საცხოვრებლად, ასე ვთქვათ, ინტერესზე, ამ ინტერესზე და ამ ჯამურად შემეძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 70% მოდის უცხოელებზე. აქედან სადღაც 25% მოიცავს ქართველებს და 5% მოიცავს ემიგრანტებს. რაც შეეხება უშუალოდ უცხოელების ინტერესს და მათ წარმომავლობას, თუ ადრე მაგალითად დსთ-ს ქვეყნებიდან იყო ძირითადი წილი, ინტერესი, ახლა უკვე უფრო მეტად მოხდა ამისი, ასე ვთქვათ, დაყოფა და შემცირდა დსთ-ს ქვეყნების წილი ინტერესში. და წამოიწია უფრო გალფის ქვეყნებმა, ეს თავისთავად გამოიწვია იმან, რომ მაგალითად გონიოში ძალიან დიდი MRS ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, შესაბამისად იყო ეს ინტერესი გალფის ქვეყნებიდან, მაგრამ გაცილებით უფრო მეტად გაიზარდა. გაიზარდა ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელი ძალიან აქტიურია, ისრაელის წილი, ეს ვთქვათ, ინტერესი არის ცოტა მაღლა, დაბლა, თვეების მიხედვით საკმაოდ არასტაბილურია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ქვეყანაში როგორი, ეს ვთქვათ, საომარი სიტუაციები იქნება. როგორც თბილისში, ასევე ბათუმში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები მზარდია. კოლიერს ჯორჯიეს მონაცემებით აგვისტოში დედაქალაქში ახლად აშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი ქალაქის ფართო ცენტრში წლიურად თითქმის 20%-ით გაიზარდა. ბათუმის შემთხვევაში კი ახლად აშენებული ბინების საშუალო ფასი წლიურად 24%-ით იყო გაზრდილი. კოლიერს ჯორჯიეს შეფასებით თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 0.7%-ით 225 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ამავე მონაცემებით აგვისტოში დედაქალაქში 2889 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 8.8%-იან კლებას ნიშნავს. აგვისტოში დედაქალაქში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. ახლად აშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.1%-ით არის შემცირებული. მეორეულ ბაზარზე კი 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა. ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 15.3%-ითაა შემცირებული. კოლიერსის მიმოხილვაში წარმოდგენილი არის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში აგვისტოში ბინების ფასის ცვლილების მაჩვენებელიც და ამ ინფორმაციის მიხედვით ამ პერიოდში ახლად აშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით გარეუბნებში გაზრდილი არის 12.2%-ით, ქალაქის ცენტრში კი 7.6%-ით, ფართო ცენტრში 19.6%-ით მატება ფიქსირდება. ფართო ცენტრში მათ შორის ახლად აშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასის 31%-იანი ზრდა, რაც განპირობებული არის დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი 5.7%-ით გაიზარდა. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით გარეუბნებში 11.1%-ით არის გაზრდილი, ფართო ცენტრში 1.2%-ით და ქალაქის ცენტრში 20.2%-ით ზრდა ფიქსირდება.
კოლიერ ჯორჯიას განახლებული მონაცემებითვე ბათუმში აგვისტოში 80 მილიონი დოლარის ღირებულების 1298 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. აგვისტოს მიმოხილვაში მითითებული არის, რომ ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილი არის 13.6%-ით, თავად ბაზრის ზომა კი 36%-იან მატებას აჩვენებს. ამ პერიოდში ახლა დაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 24.2%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1358 დოლარი შეადგინა. ფასი გაზრდილი არის როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზარზე 39.3 და 9.9%-ით შესაბამისად. ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის აგვისტოში ერთიანად დარეგისტრირდა 140 ტრანზაქცია, ამას საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია და ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 11.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, ამიტომ ფასების ზრდის ტრენდი რეალობას არ ასახავს, განმარტავს კოლიერ ჯორჯია. აგვისტოში ახლა დაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 16.9%-ით არის გაზრდილი, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19.4%-ით კლება. ახლა დაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 6%-ით ზრდა დაფიქსირდა. კიდევ ერთი დაკავების შესახებ გავრცელდა დღეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, რომლის მიხედვითაც უპრეცედენტო რაოდენობის 75127 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 78,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული. 7 პირია დაკავებული და მათ შორის არიან ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა გააჩნდათ, სადაც კუსტარულად ხდებოდა ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა და რეალიზაცია. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობში აღმოჩენილი და ამოღებული არის უაქციზო სიგარეტი კარელია და ასევე ამოღებული არის სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75,127 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია. ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა მილიონობით ლარი შეადგინოს. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული არის ყოფილი დეპუტატი, ოლიმპიური ჩემპიონი და ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური. უწყების მონაცემების თანახმად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას. ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს 2021 წლის 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 100-მდე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ-ყრელობას გულისხმობს. იმავე წლის 29 ნოემბერს კი 50,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ის გათავისუფლებული. პროკურატურამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ პირს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინეს. ამ შემთხვევაში ბრალდებულმა ბინათმშენებლობის სამხანაგობა რუსთავი 2007-ის კუთვნილი უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაამზადა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ყალბი მონაცემების შემცველი ამხანაგობის კრების ოქმები, რომლის საფუძველზეც უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს მოტყუებით ბრალდებული თაღლეთურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1,321,400 ლარად ღირებულ 641,20 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს. პროკურატურის ინფორმაციით დანაშაულის სასჯელის ზომა 9-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2025 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,238,458 მგზავრს მოემსახურა. წლიური ზრდა 11%-ია.
ტავ-ჯორჯიას ინფორმაციით 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 840,890 მგზავრს მოემსახურა და წლიურად ეს 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტის განახლებას აანონსებს. ტერიტორიაზე 500 მეტრიანი სასრიალო ტრასა განთავსდება, რომლისთვისაც სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა. შრომის უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით 2024 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 33 და დავშავდა 257 ადამიანი. 17 სექტემბრის მონაცემებით კახეთში 45,000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. დამუშავებული ყურძნიდან 20,000 ტონაზე მეტი საფერავის ჯიშის არის. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველი ფაზა დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარი ექსპლუატაციაში მიიღო. ექსპლუატაციაში მიღება საფსუო დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით არის მომზადებული. სექტემბრიდან ამ ტერიტორიაზე ორი ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი, რომელიც საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ გამაჯანსაღებელ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრს და სხვა არაერთ მიმართულებას მოიცავს. ბათუმის ხელოვნური კუნძული მიზნად ისახავს 84 ჰექტარზე გაშენებული ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას. საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში ამბასადორ აილენდ ბათუმის ორი ნახევარკუნძულის და კუნძულის ტერიტორიის 59% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს უნდა დაეთმოს, მათ შორის ტყეპარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებს და გასართობ გამაჯანსაღებელ სივრცეებს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრომები, იახტ-კლუბი და ასე შემდეგ. დეველოპერული კომპანია ორბი ჯგუფი ბათუმში 300 მილიონი დოლარის ინვესტიციით სასტუმრო კომპლექს ორბი კონტინენტალის მშენებლობას იწყებს. სასტუმრო კომპლექსი ბათუმის ბულვარში ზღვის სანაპიროზე უნდა აშენდეს. კომპლექსი 55 და 27 სართულიანი ორი ცათამბჯენისგან შედგება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტურიზმის და მშენებლობის სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა და ამ სექტორების განვითარებას ხელისუფლების მხრიდან მომავალშიც მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. ვიწყებთ მშენებლობას, რომელიც დარწმუნებული ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქნება სავიზიტო ბარათი ჩვენი ულამაზესი ქალაქის, ჩვენი ულამაზესი რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ სწორედ ეს ადგილი თითოეული ბათუმელისთვის და აქ ჩამოსვლელი სტუმრებისთვის იქნება სასურველი და საყვარელი ადგილი. საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. მე დაგეთანხმებით, რომ ეს პროექტი ნამდვილად იქცევა ბათუმის ახალსავიზიტო ბარათა, ძალიან შთამბეჭდავია, ეფექტურია პროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, რომელიც ითვალისწინებს ორი ცათამბჯენის მშენებლობას, რაშიც 300 მილიონი დოლარის ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტიცია ჩაიდება. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ადასტურებს კერძო სექტორის ნდობას სახელმწიფოს მიმართ, ეკონომიკის განვითარების მიმართ და ბათუმის განვითარების მიმართ. სავაჭრო ცენტრების City Mall-ის, საბურთალოს და გლდანი მოლის მფლობელი კომპანია IG Development Georgia სამომავლოდ რეგიონებში განვითარებას გეგმავს. კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, პროექტები ქუთაისსა და ბათუმშიც განხორციელდება. როგორც ლაშა კახიშვილი აღნიშნავს, თბილისში სავაჭრო ცენტრების გაფართოება 2027 თვის უნდა დასრულდეს, რაც რეგიონებში განვითარების ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. მისი თქმით, ქუთაისში მიწა შეძენილი აქვს და პროექტირების ეტაპზე არიან. ამას გარდა IG Development Georgia აჭარის რეგიონში გაფართოებაც განიხილება. დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოების ნაწილს რაც შეეხება გლდანის სავაჭრო ცენტრის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2025 წლის იანვარში დაიწყო, გლდანში ჯამური გასაქირავებელი ფართი ორჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და დაახლოებით 50,000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს. საბურთალოს რაც შეეხება, ჯამურმა გასაქირავებელმა ფართმა 110,000 კვადრატული უნდა შეადგინოს. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 250 მილიონი დოლარია.
ბათუმის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი მოიცავდა კრიტიკულ ზონებში 1 კილომეტრის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას, ასევე გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავს და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს. წელს ასევე დაგეგმილი არის მგზავრთა დახვედრის და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა. ტავჯორჯიან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართლად ფუნქციონირებისათვის დამატებითი ტექნიკა შეიძინა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანიამ ბათუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 840,893 მგზავრს მოემსახურა და ეს 32%-იანი ზრდა არის წლიურ ჭრილში. ამჟამად ბათუმის აეროპორტში ფრენებს 22 ავიაკომპანია ახორციელებს 24 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 160 სიხშირით. ბოლო 1 წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ განვახორციელეთ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია. მოვაწესრიგეთ არსებული ინფრასტრუქტურა. მოგეხსენებათ, რომ წელს ბათუმის აეროპორტში გვაქვს 35%-იანი მატება და შესაბამისად ეს მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურას. ამიტომ გავაორმაგეთ სადგომების რაოდენობა, მოხდა სრული რეაბილიტაცია ასაფრენ-დასაფრენის ზოლის 1 კილომეტრიანი მონაკვეთის. ეხლა მიმდინარეობს გაფართოების სამუშაოები ტერმინალში და ასევე მუშაობთ ახალ პროექტზე, რომელსაც ძალიან მალე წარმოადგენს საქართველოს მთავრობას. ბათუმის აეროპორტში ჩვენ წელს ველოდებით ისტორიულ მაქსიმუმს მგზავრთა გადის თვალსაზრისით. შესაბამისად 1,200,000-ზე არის ჩვენი პროგნოზი გაკეთებული. რო შევადაროთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8 თვეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 32%-იანი მატება გვაქვს. რეისების კუთხით კი 35%-იანი მატება. ქუთაისის აეროპორტს მგზავრთა ნაკადი გაეზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,228,458 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს. აეროპორტში ამჟამად ახალი 3500 მეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ჩამორღებულება 240 მილიონ ლარამდეა. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება F-კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღების შეზღუდვის გარეშე შეძლებს მუშაობას. თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტის განახლებას აანონსებს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე 500 მეტრიანი სასრიალო ტრასა განთავსდება, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამეს სრიალისათვის სპეციალური ლამპიონები დამონტაჟდება. კურორტზე ასევე განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი. მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა. თბილისის მერიაში პროექტის მიზნად განსაზღვრული არის, რომ ზამთრის სპორტი უნდა განვითარდეს და პროექტის ვადები 2 ეტაპად არის გაყოფილი. ჯერჯერობით არ არის საბოლოო დასრულების თარიღი განსაზღვრული, თუმცა როგორც დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, ეტაპობრივად განახლდება მონაცემები. ჩემს ზურგს უკან ხედავთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც განადგურებული, გაუბედურებული არის წლების წინ აქ მუშაობდა აღნიშნული სასრიალო, თუმცა დღეს ხედავთ როგორი მიგდებული არის. მოსაწესრიგებელი არის ფაქტურად ახალი პროექტი არის განსახორციელებელი. პირველი რაც არის საჭირო, ეს არის მიწის სამუშაოების წარმოება თვითონ უშუალოდ ფერდზე, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება, საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება, იმისთვის რომ შემდეგ სასრიალოდ იყოს გამოყენებული. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც ანალოგიურად 9 კილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი. ეს შემდეგი ეტაპი იქნება. პირველი არსებულს გავაკეთებთ, ახალ პროექტს განახორციელებთ. ეს ბიგელის ტიპის საბაგირო მთლიანად განადგურებული არის, რომელიც აქ იყო წლების წინ. გაკეთდება ახალი პროექტი თანამედროვე ტიპის საბაგირო სახით. გარდა ამისა, ხელოვნური გათოვლიანება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გარკვეული დროის განმავლობაში სრიალი. საქართველოში ნუშის ბაღების მფლობელი Fairway Technologies ინვესტირების გაფართოებას აანონსებს. კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოში უკვე 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელებული, მომდევნო ეტაპზე კი საინვესტიციო პორტფელის 100 მილიონ დოლარამდე გაზრდა იგეგმება. Fairway Technologies-ის სიღნაღისა და დედოფლის წყაროში
ნუშის ბაღებს 220 ჰექტარზე ფლობს. კომპანია ბაღების 500 ჰექტრამდე გაზრდას, ნუშის გადამუშავებელი საწარმოს, ცივი საწყობების და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. Farmway Technologies ნუშის ბაღებს სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა და ფინტექ კომპანია აგრარულ მეურნეობებს ფლობს ამავე დროს შტატებში, ინდოეთში, ვიეტნამსა და შრი-ლანკაში. კომპანია სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების Web3, blockchain და AI ტოკენიზაციისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენებით უზრუნველყოფს. ნუშის ბაღები, რომელიც არის კერძო ინვესტიცია 220 ჰექტარზე გაშენებული, ეს არის და 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოცულობით. გეგმა არის, რომ 500 ჰექტარზე იყოს გაზრდილი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სახელმწიფოს ხარდაჭერა ამ პროექტის განხორციელებისთვის იყო მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ჩვენი პროგრამებისთვის. პრიორიტეტულია, რომ შეიკრას სრულად ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი და შესაბამისად ჩვენ მონაწილეობთ პროგრამებით ფაქტობრივად ყველა რგოლში. საქართველოში 2021 წელს ჩამოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ აქ არსებული მიწა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა კულტურის მოსაყვანად. სწორედ ამიტომ ნუშის ბაღებით დავიწყეთ საქმიანობა. ეს ხეები, რომლებიც ირგვლივ ჩანს, 2023 წელს დავრგეთ და შედეგი მართლაც გასაოცარია. თავდაპირველად ჰექტარზე დაახლოებით 500 კილოგრამ მოსავალს ვარაუდობდით, თუმცა წელს უკვე 850 კილოგრამი მივიღეთ. ეს ცხადყოფს, რომ საწყისი ექსპერიმენტი წარმატებული იყო და ჩვენ მზად ვართ წარმოების გაფართოებისთვის. მომდევნო ეტაპზე ვგეგმავთ ნუშის გადამუშავებას, ნუშის რძის ფხვნილად, რაც აქამდე საქართველოში არ წარმოებულა და ჩვენ პირველი ვიქნებით ამ მიმართულებით. პარალელურად ყველა ბაღს ვაკავშირებთ ბლოკჩეინთან, რათა მომავალში მსოფლიო ინვესტორებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ამ ბაღებში ინვესტირება ბლოკჩეინის მეშვეობით განახორციელონ. საქართველო და ისრაელი აგროსექტორში ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ. ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის ავი დიხტერის, საქართველოში ისრაელის ელჩის ვალიდ აბუ ჰაიას, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძესთან ერთად წილკნის საცდელ სადემონსტრაციო ბაზას სტუმრობდნენ. სათბური 2023 წელს ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. დოლიძის განცხადებით, საქართველოსა და ისრაელის შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულებით არის. განისაზღვრა თანამშრომლობის გაძლიერების გეგმა და ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების სურვილი, რაც ფერმერებისთვის ინოვაციური მიდგომების დანერგვას ხელს შეუწყობს. ეს ვიზიტი აღსანიშნავია არამხოლოდ იმით, რომ ორ ქვეყანას შორის გაღრმავდება სამეცნიერო კვლევით მიმართულებაში თანამშრომლობა და ბევრია ტექნოლოგიის თვალსაზრისით მათგან სასწავლი, არამედ ამას შეიძლება მოყოს გარკვეული კომერციული გადაწყვეტილებები. აქ საუბარია ამაზე, რომ საქართველოს შესაძლოა გახდეს ისრაელისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი. ამისი პერსპექტივა არსებობს მზაობა მათი მხრიდან, რომ მოგვაწოდონ შესაბამისი ტექნოლოგიები, ხოლო ჩვენი მხრიდან არსებობს მზაობა მივიღოთ ეს ტექნოლოგიები და ვიმუშაოთ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დღეს შეხვედრები იმართება მკვლევრებთან და ფერმერებთან, ვისმენთ მათ გამოცდილებას და მიღწევებს. შეგვიძლიათ ამავად ვთქვათ, რომ ერთმანეთთან გასაზიარებელი ძალიან ბევრი გვაქვს. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის ჯგუფის შექმნისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის მომზადების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციურ პროექტზე Treat the Wheat-ზე, რომლის განვითარებაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას მომავალში. 17 სექტემბრის მონაცემებით კახეთის რეგიონში 45,000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება დედოფლის წყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 3000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 20,500 ტონა საფერავზე მოდის, 18,400 რქაწითელზე და დანარჩენი მოცულობა სხვადასხვა ჯიშს განეკუთვნება. როგორც სამინისტრო განმარტავს, თითქმის სრულად დაბინავდა სეტყვით დაზიანებული 1200 ტონა ყურძენი, რომელიც სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შეპესე მოსავლის მართვის კომპანიამ ერთლად ჩაიბარა. 12 სექტემბერს თელავსა და ახმეტაში ძლიერი სიტყვა და უხვი ნალექი დაფიქსირდა და შედეგად დაახლოებით 300 ჰექტარი ვენახის ფართობია დაზიანებული. მთელი საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით 400-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია და მარანია დარეგისტრირებული. ყურძნის მიღება გადამუშავების პროცესში, მათგან 152 ამ დროისათვის უკვე ჩართული არის რთველში.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, კერძო სექტორის გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 3.4%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ და წინა თვეს დაფიქსირებულ მაჩვენებელს. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 6.75%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა. ორმა მხარემ ჯამურად 14 შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელთა მიზანიც ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაა. ბლუმბერგის ინფორმაციით უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში მზესუმზირას ზეთის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რასაც რეგიონში დაბალი მოსავლიანობის და შეზღუდული წარმოების მოლოდინები უძღოდა წინ. ევროკომისიამ საბჭოს ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გარკვეული სავაჭრო დებულების შეჩერების შესახებ წინადადება წარუდგინა. მთავრობას ტექინსპექტირების ცენტრების შენობა ნაგებობების აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს. კერძო სექტორი ვალდებული ხდება ინსპექტირებასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეინახოს და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულად მიაწოდოს. ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ საინფორმაციო ტექნოლოგიურ მოთხოვნებს, მათ შორის ისინი ვალდებულები იქნებიან ტესტირების სივრცეებში ვიდეო თვალყურის სისტემა დაამონტაჟონ. წარმოდგენილი მოთხოვნების ტექინსპექტირების ცენტრებისათვის და რა გამოწვევები არის დღის წესრიგში ბიზნესის წინაშე, ტექინსპექტირების რეფორმის 7 წელს ელენე გოგბერაშვილი აჯამებს. 6 თვეში უკვე 8 წელი შესრულდება, რაც ქვეყანაში ტექინსპექტირების პროცესი დაიწყო. კანონის აღსრულება მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში მთავარ გამოწვევად სახელდებოდა, რადგან არასათანადო რეგულირების პირობებში ცენტრებში ნაკლები იყო მიმართვიანობა. ბოლო 1 წელიწადში შეიცვალა ის, რომ გამკაცრდა გზებზე აღსრულება. ეგრეთ წოდებული ლოიალური ინსპექტირების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით კი დაიწყო თავად ინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი და სანქცირება. მისი გაგრძელებაც ამ მოქმედ რეგლამენტში ახლახანს შესული ცვლილებებით, რითაც ინსპექტირების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს. ამის სრული მონიტორინგი კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ქვეშ გადადის. ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ საინფორმაციო ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. მათ შორის ისინი ვალდებული იქნებიან ტესტირების სივრცეებში ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები დაამონტაჟონ ისე, რომ ვიდეო გამოსახულების კადრში ხვდებოდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სრული ციკლი. ავტომობილი არ უნდა იქნას გამოსული ტესტირების სივრციდან, მანამდე სანამ არ დასრულდება ინსპექტირების პროცესი. აღნიშნული საჭიროება გახდა იქიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენება, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არის ჩართული მონიტორინგის პროცესში და აღნიშნული პროცესის სამართავად დადგა საჭიროება, რომ ეს ცვლილება შესულიყო. კერძო სექტორის შეფასებით რეფორმის დაწყებიდან დღემდე მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება და ადმინისტრირება გახლდათ, რის გამოც ძალიან ცოტა ტრანსპორტი გადიოდა სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას. მაგალითად, გასულ 2024 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 54% გამოცხადდა ინსპექტირებაზე. დღეს ბიზნესი ამბობს, რომ აღსრულების გამკაცრებასთან ერთად ცენტრებში იზრდება მიმართვიანობაც. კანონის აღსრულება გზებზე არის გაუმჯობესებული, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები ფუნქციონირებს და აფიქსირებს დარღვევასაც, მაგრამ ჩვენ ფიქრობთ, რომ კანონის აღსრულებისთვის საჭირო არის მისი სრულყოფა, მაგალითად, უკვე არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც არის იმ ავტომობილების მონაცემები, ვინც გადის ტექინსპექტირებას და ამიტომ კანონის აღსრულება არ უნდა იყოს მხოლოდ ჭკვიან კამერებზე დამოკიდებული და მისი აღსრულება შეიძლება ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. ანუ იქ ჩანს ინსპექტირება, ვის აქვს გავლილი, იქ ჩანს რომელი ავტომობილია დახარვეზებული და რა მიზეზით და ასე შემდეგ. ამიტომ კანონის აღსრულება დღეს არის გაუმჯობესებული ვიდრე იყო, მაგრამ შეიძლება მისი დახვეწა, როგორც კი ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები მეტი რაოდენობით ჩაირთო, უკვე ხელშესახებად მეტი რაოდენობის ავტოტრანსპორტი არის მისული ტექინსპექტირების ცენტრებში ბოლო 2-3 თვის განმავლობაში
სადღაც 15-20%-იანი ზრდა არის უკვე. გამკაცრებული აღსრულების პირობებში ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა მთავარი გამოწვევა ახლა ბიზნესისთვის რეფორმის დაწყებიდან დღემდე უცვლელი პირველადი ინსპექტირების საფასურია, რაც გაზრდილი ხარჯების პირობებში ცენტრებს მძიმე ტვირთად აწევს. ასოციაციამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს პირველადი ინსპექტირების საფასურის 50%-ით გაზრდის შესახებ, თუმცა ჯერ შესაბამის კანონში ცვლილებები არ შესულა. დღეს მოქმედი ტარიფი მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60, სათვითო შემთხვევაში კი 100 ლარია. ფასი რაც ამ დღეისთვის დაფიქსირებულია და ფიქსირებული გადასახადია უკვე დიდი ხანი გავიდა, 8 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ეს ფასები დაფიქსირდა და ეს ფასი არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. კალფასი გასაზრდელია, ხარჯები მომატებულია, ახალი აპარატურის ძველდება აპარატურა, გასაახლებელია, ახალი შემოსატანია და ყველაფერი ამას შესაბამისად იმისთვის რომ ცენტრი გამართულად მუშაობდეს და ეს საკითხები მოგვარებული იქნას, შესაბამისად შემოსავლების მატება არის საჭირო. დარგობრივ ასოციაციებში ამბობენ, რომ სექტორი დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს, თუმცა უცნობია მთავრობის მომავალი წლების ხედვა, რაც ბიზნეს პროცესების დაგეგმვას ართულებს. ინვესტირება ნიშნავს შენობა ნაგებობების რემონტებს უკვე, ინვესტირება ნიშნავს ახალი ტექნიკით აღჭურვას ინსპექტირების ცენტრებს და ამას გააკეთებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ გააკეთებდით იმ შემთხვევაში, თუ გეცოდინებოდათ, რა არის დაუშვათ 5-6 წლის ჭრილში მაინც, ხო, რა სისტემა იქნება, რა მოწყობა იქნება სტრუქტურის. ეს არის ბუნდოვანი დღეს, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართვის მთავარი საგანი არის ზუსტად ის, რომ განსაზღვროს სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთობლივად, როგორი იქნება ამ სფეროს მომავალი 2028 წლიდან. თუმცა ამ საკითხების განხილვა 2028 წელს კი არ უნდა მოხდეს, უკვე დღეს უნდა მოხდეს. მთავრობა ტექინსპექტირების რეფორმის გაფართოებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მომავალი წლიდან სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას L კატეგორიის ტრანსპორტიც დაექვემდებარება. საუბარია ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელსაც მათ შორის მოპედები და მოტოციკლები მიეკუთვნებიან. ასე იყო საქმის პულსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმენის აღმოგელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე. დროებით.